ლისაბონიდან ჩიკაგოს სამიტამდე რა შეიძლება საქართველოს ნატოს ურთიერთობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრამდე, რომელიც გაზაფხულზე ჩიკაგოშია დანიშნული. თბილისში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპარტურა იესწრება. ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტამდე თბილისში აპარტურა ჩამოდის და პირველ რიგში იმ კონფერენციას ესწრება, რომელზეც უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებს, ნატოსთან დაახლოების პერსპექტივებს და თავდაცვის სფეროში მიღწეულ წარმატებებს განიხილავენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია ამ ფორმატით წელს პირველად ტარდება. კეთი ბოჯგუა გვერდება პირდაპირ ეთერში. კეთი, რა არის ის კონკრეტული თემები, რომლებსაც მხარეები ამ წუთებში განიხილავენ? ნატოსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთხელ დადასტურება, ამ პარტნიორობის პრინციპების უცვლელობა და მოკავშირეების მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ასევე მადლობა საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და იმ რეფორმებისა და პროგრესის აღნიშვნა, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა. ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომელსაც შეეხო ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, მას შემდეგ რაც ის დაესწრო თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას და მის პირველ ნაწილს. ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ის საქართველოში ჩამოსულია გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მოსამზადებლად და აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელსაც საქართველოს რეფორმების კუთხით მიაღწია გენერალური მდივნის ბოლო ვიზიტის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში. ჯეიმს აპატურაის თქმით, ასევე იმ ორ მხრივ შეხვედრებზე, რომელიც მას ექნება საქართველოში, განიხილება ნატოსა და საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები. ეს არის მნიშვნელოვანი კონფერენცია. ამ წელს მისი პროგრამა გაფართოვდა. თავდაცვის კონფერენციიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციამდე. ეს მიუთითებს ამ ქვეყანაში სტრატეგიული კულტურის განვითარებას და ჩვენ აქ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ. ასევე მე მექნება საკმაოდ ბევრი ორმხრივი შეხვედრა, რათა მოვამზადოთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და გენერალური მდივნის ვიზიტი, რომელსაც რამდენიმე მიზანი აქვს. პირველი, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ნატოსა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და ის ფაქტი, რომ პარტნიორობის პრინციპები არ იცვლება. ეს ეხება ბუქარესტის გადაწყვეტილებასაც, რომელზეც მოკავშირეები მყარად დგანან. ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი რეფორმები და პროგრესი, რომელსაც საქართველოს მიაღწია. და ბოლოს ჩვენ გსურს ვისაუბროთ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე. საქართველოს ISAF-ის პროგრამაში მონაწილეობის გზით უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, რისიც მადლობელი ვარ და გსურს განვიხილოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად. თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ასევე ესწრებიან საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს ამ კონფერენციის მნიშვნელობა იმ კუთხით, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ იმის საშუალება, რომ პირადად გაეცნონ იმ რეფორმებს, თუ რას მიაღწია საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე, მით უფრო რომ ახლოვდება ჩიკაგოს სამიტი, სადაც აუცილებლად დადგება საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი. თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და იმ რეფორმების შესახებ, რომელიც ტარდება ამ სფეროში საქართველოში, ვიმსჯელოთ ჩვენს პარტნიორებთან, კოლეგებთან, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე სამხედროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისათვის და საბოლოოდ ჩვენი ნატოში გაწევრიანებისათვის. კონფერენციის პირველი ნაწილი, როგორც თქვენ უკვე ნახეთ, გახსნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. მას დაესწრნენ ელჩები, აქ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც შეაფასეს კონფერენციის მნიშვნელობა და ასევე ის პროგრესი, რომელიც საქართველოს განიცადა ბოლო წლების განმავლობაში. ამ კონფერენციაზე უცხოურ სტუმრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება ეძლებათ პირადად გაეცნონ საქართველოს რეფორმებს, მისწრაფებებს და მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ქვეყნის მცდელობას გაატაროს სამხედრო, სასამართლო, დემოკრატიული და საარჩევნო რეფორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნატო ეს არ არის მხოლოდ შეიარაღება და სამხედრო ძალა. ნატო დგას ღირებულებებზე და საქართველოს უნდა მოახდინოს ამ ღირებულებებთან დაახლოებისა და მისწრაფების დემონსტრირება, რასაც თქვენ წარმატებით აკეთებთ. კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებსაც აქ საშუალება აქვთ პირველ წყაროსგან გაიგონ იმ რეფორმების შედეგები, რომელსაც საქართველოს ატარებს. შეაფასონ, რამდენად შორს წავიდა საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ახლა ვემზადებით ჩიკაგოში ნატოს მომდევნო სამიტისთვის, სადაც აუცილებლად დადგება საკითხი ალიანსის ისეთ კარგ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და კავშირების გაღრმავების, როგორიც საქართველოა, რაც ამ შეხვედრის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
კონფერენციის ფარგლებში ასევე იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. უკვე გაიმართა შეხვედრა გიორგი ბარამიძესა და ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელესტ ვალანდერთან. სელესტ ვალანდერს ასევე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრიც შეხვდება. მადლობა ქეთი, ეს იყო ქეთი ბოჯგუა, რომელიც კონფერენციას აშუქებს. ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში აპარტურაი საქართველოში უკვე მეორე ჩამოვიდა. თბილისში აცხადება, რომ აპარტურაის ვიზიტი ადასტურებს ნატოს პოლიტიკურ მხარდაჭერას და იმას, რომ ალიანსს საქართველოსთან მიმართებაში მყარი პოზიციები აქვს. აპარტურაის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს და უშიშროების საბჭოს მდივანს. ასევე გაიმართება შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში. ბატონი აპარტურაის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ის რამოდენიმე დღით ადრე, უბრალოდ 1-2 კვირით, 10 დღით ადრე იქნება საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ჩამოსვლის წინ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ჩამოყვება ნატოს გენერალური მდივანი ბატონი რასმუსენი. იქ დაისვება ძალიან კონკრეტული საკითხები, ფორმები, რომლებითაც საქართველოს და ნატომ უნდა გააგრძელოს ურთიერთობა, აგრეთვე ის ფორმები, თუ როგორ შეიძლება უფრო მაღალ დონეზე ავიდეს ჩვენი ნატოსთან ინტეგრაცია და გზები, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოს გახდეს ნატოს წევრი. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ერთ-ერთი ეტაპი არის, ასე ვთქვათ, საქართველოს ნატოს ურთიერთობებში. სამუშაო გრაფიკი საკმაოდ დაძაბული არის, იმდენად რამდენადაც ჩვენ უნდა გავიხილოთ სრული სპექტრი იმ საკითხებისა, რომელიც დგას საქართველოს ნატოს ურთიერთობის დღის წესრიგში და ასევე ის პრობლემები, რომელიც გამოწვევები, რომელიც წინაშეც საქართველოს დგას გამომდინარე საკმაოდ კომპლექსური უსაფრთხოების გარემოდან პირველ რიგში ოკუპაციის საკითხი.